ბევრი წლის განმავლობაში მსოფლიო თითქმის არაფერს იცოდა კიმ ჩენ ინის შვილებს. ჩრდილოეთ კორეის მთავრობა მკაცრად მალავდა მათი ლიდერის ოჯახის პირად ცხოვრებას. მაგრამ 2022 წლის ნოემბერში ერთ დღეს პატარა გოგონა მოულოდნელად გამოჩნდა სახელმწიფო მედიაში. ის კიმ ჩენ ინის ხელს იჭერდა, როცა ისინი სტუმრობდნენ ადგილს, სადაც ინტერკონტინენტალური ბალისტიკური რაკეტა, ანუ ICBM გაუშვეს. ეს არის რაკეტა, რომელიც შექმნილია ძალიან შორს გასაფრენად. ჩრდილოეთ კორეის მედიამ ბავშვის სახელი არ დაასახელა, მაგრამ სამხრეთ კორეის დაზვერვამ ის კიმ ჩენ ინი. ეს გამოჩენა მნიშვნელოვანია, რადგან ჩრდილოეთ კორეის უმაღლესი ლიდერის შვილებს იშვიათად აჩვენებენ საჯაროდ. უფრო გასაკვირია ის, რომ მისი პირველი საჯარო გამოჩენისთვის ჩვეულებრივი საოჯახო ღონისძიება არ აურჩევიათ. ის მამამისის და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღის გვერდით აჩვენეს. მას შემდეგ კიმ ჩენ ინთან ერთად რამდენჯერმე გამოჩნდა სამხედრო ღონისძიებებზე და სხვა მნიშვნელოვან სამთავრობო პროგრამებს. 2026 წლისთვის სამხრეთ კორეის ეროვნული დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ ისინი უკვე ხედავენ ნიშნებს, რომ კიმის შვილს უფრო აშკარად ამზადებენ შესაძლო მომდევნო ლიდერად. თუმცა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ჯერ არ ყოფილა ოფიციალური განცხადება, რომ ის ნამდვილად იქნება მემკვიდრე, მაგრამ სანამ მსოფლიო მას იხილავდა, 2013 წელს მოხდა ერთი უცნაური შემთხვევა, რომელმაც პირველად მოგცა ინფორმაცია ამ ბავშვზე. იმ წელს ჩრდილოეთ კორეაში ეწვია ყოფილი NBA-ის ვარსკვლავი დენის როდმანი. როდმანი ცნობილია როგორც ყოფილი ცნობილი კალათბურთელი შეერთებულ შტატებში. თუმცა მას უჩვეულო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა კიმ ჩენ ინთან, რადგან ორივეს უყვარს კალათბურთი. რამდენჯერმე მიიწვიეს ჩრდილოეთ კორეაში და პირადადად შეხვდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ოჯახს. როდესაც როდმანი დაბრუნდა ერთ-ერთი მოგზაურობიდან 2013 წლის სექტემბერში, მან ინტერვიუში The Guardian-თან თქვა, რომ შეხვდა კიმ ჩენ ინის ცოლს, რისოლ ჯუს და მათ პატარა ქალიშვილს. როდმანის თქმით, მან ხელში აიყვანა ბავშვი და მას ჯუ აი უწოდა. ეს იყო ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როცა მსოფლიომ გაიგო, რომ კიმ ჩენ ინს ქალიშვილი ჰყავს. თუმცა დღემდე შეზღუდულია დადასტურებული ინფორმაცია კიმ ჩენ ინის ოჯახზე. სამხრეთ კორეის დაზვერვის ცნობით, შესაძლოა მას კიდევ ჰყავდეს შვილები, თუმცა მათი რაოდენობის, ასაკისა და სქესის შესახებ ყველა დეტალი ნათლად დადასტურებული არ არის. იმის გამო, რომ ჩრდილოეთ კორეა ძალიან მკაცრად აკონტროლებს ინფორმაციას მათი ლიდერის ოჯახის შესახებ, რთულია ზუსტად დადგინდეს, რომელი ცნობებია სულაც სწორი. ამიტომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ იმას, რასაც თავად ჩრდილოეთ კორეის მთავრობა აჩვენებს. აქ განსაკუთრებული ხდება კიმ ჯუ აის შემთხვევა. იმის ნაცვლად, რომ ის ოჯახის სხვა წევრების მსგავსად დამალონ, ნელ-ნელა მამის გვერდით აჩენენ ქვეყნის სამხედრო და ძალაუფლებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე. მაშინაც კი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის მიერ მისი მოხსენიების ფორმა შეიცვალა. მათ დაიწყეს გოგონასთვის უფრო მაღალი და პატივსაცემი ტიტულის გამოყენება. ამას ექსპერტები განსაკუთრებით ყურადღებით აკვირდებიან, რადგან ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკურ სისტემაში ტიტულებს დიდი მნიშვნელობა აქვს. 2024 წელს სამხრეთ კორეის დაზვერვამ განაცხადა, რომ ის ძლიერი კანდიდატია, რომელსაც შეიძლება მემკვიდრე დამზადებენ. თუმცა, გადაწყვეტილება ჯერ კიდევ შეიძლება შეიცვალოს. თუ ეს მოხდება, მისი როლი ჩრდილოეთ კორეის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ქვეყანას უკვე სამი თაობის ერთი და იგივე ოჯახი მართავს. ყველაფერი კიმ ილ სუნგით დაიწყო. შემდეგ მისი შვილი კიმ ჩონ ილი იყო და შემდეგ მისი შვილიშვილი კიმ ჩონ უნი. ამიტომ ახლა კითხვა მხოლოდ ის არ არის, თუ ვინ არის სინამდვილეში კიმ ჩუ აი. უფრო დიდი კითხვა ის არის, თუ რატო მრავალი წლის განმავლობაში კიმ ჩონ უნის ოჯახის დამალვის შემდეგ ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ გადაწყვიტა ეს ბავშვი საზოგადოებას აჩვენოს. და რატო ჩანს ის ხშირად სწორედ იმ ადგილებში, რომლებიც მის მამას სამხედრო და პოლიტიკურ ძალას უსვამს ხაზს. იმ დროს, როცა კიმ ჩუ აი უფრო ხშირად ჩნდება საზოგადოებაში, მიუხედავად იმისა, რომ ის უფრო ხშირად ჩნდება საზოგადოებაში, მაინც რთულია გავიგოთ, როგორი არის მისი ჩვეულებრივი ცხოვრება. მისი დედა სავარაუდოდ არის რი სოლ ჩუ, კიმ ჩენ ინის ცოლი. რი პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში თავის მეუღლესთან ერთად 2012 წელს, 2018 წლისთვის. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია მას უკვე უწოდა პატივსაცემი პირველი ლედი, რაც მაღალი ტიტულია და იშვიათად გამოიყენება ქვეყანაში. თუმცა კიმის ოჯახის ცხოვრება სრულიად განსხვავებულია ჩრდილოეთ კორეის ჩვეულებრივი ოჯახებისგან. კაცრად კონტროლდება ინფორმაცია მათი საცხოვრებლის, სწავლებისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ამიტომ კიმ ჩუ აიზე არსებული უმეტესობა ინფორმაცია მოდის სამხრეთ კორეის დაზვერვისა და ექსპერტების ანალიზიდან. სამხრეთ კორეის ეროვნული დაზვერვის სამსახურის მიხედვით, კიმ ჩუ აე სწავლობს სახლში, ფხენიანში, ჩვეულებრივი სკოლის ნაცვლად. ასევე ამბობენ, რომ მას უყვარს ცხენოსნობა, თხილამურებით სრიალი და ცურვა. არ არის უჩვეულო, რომ კიმების ოჯახის შვილებს განსაკუთრებული ცხოვრება აქვთ. ჩრდილოეთ კორეა იყენებს ბევრ დაცულ რეზიდენციას.
ვონსანში, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქია, ასევე არის დიდი კომპლექსი, სატელიტური სურათების მიხედვით იქ თვით იქ ჩანს შენობები, კერძო სანაპირო, დიდი ნავები და სარკინიგზო სადგური, რომელსაც ხელმძღვანელობა იყენებს. აქაც შენიშნეს ადრე მატარებელი, რომელსაც როგორც ამბობენ კიმ ჩონ ინი იყენებს. ვონსანს პირადი კავშირიც აქვს ოჯახთან. აქ მიიყვანა ადრე კიმ ჩონ ინმა დენის როდმანი, რომელმაც მოყვა როგორ ისხდნენ ნავში და სხვა გასართობ აქტივობებში მონაწილეობდნენ ოჯახთან და სტუმრებთან ერთად. მაგრამ არ არის აუცილებელი ვიცოდეთ კიმ ჩუეს მდიდრული ცხოვრების ყველა დეტალი, რომ გავიგოთ რატო არის ის მნიშვნელოვანი. უფრო მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ, როგორ აჩვენებს მას მთავრობა. ჩრდილოეთ კორეაში მმართველი ოჯახის წევრს ასე უბრალოდ არ აჩვენებენ სახელმწიფო მედიაში. ძალიან ფრთხილად არჩევენ მათ ფოტოებს, ტიტულებს, ადგილებს, სადაც მიდიან და იმ ადამიანებს, ვინც მათთან ერთად არიან. ამიტომ, როცა კიმ ჩუეს ხშირად აჩვენებენ მამამისის გვერდით, განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამხედრო და სახელმწიფო ღონისძიებებზე, ამას პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს მისი ყოველი გამოჩენისას. და როცა კიმ ჩუე იზრდება, ეს ცვლილება კიდევ უფრო ნათელი ხდება. ის აღარ არის უბრალოდ ბავშვი, რომელიც მამამისის გვერდით დგას. ნელ-ნელა მას აყენებენ ისეთ ადგილებში, რომლებიც დაკავშირებულია ჩრდილოეთ კორეის უმაღლეს ძალაუფლებასთან. 2026 წლისთვის მისი მომავლის შესახებ კითხვები კიდევ უფრო გაძლიერდა. ახლა ის კიმ ჩონ უნთან ერთად მონაწილეობს უფრო მაღალი დონის სახელმწიფო ღონისძიებებში. მათ შორის იყო მისი პირველი საჯარო ვიზიტი უმსუსანის მზის სასახლეში, მაუსოლეუმში, სადაც განისვენებენ ყოფილი ლიდერები კიმ ილ სუნგი და კიმ ჩონ ილი. ზოგიერთი ანალიტიკოსისთვის მნიშვნელოვანია ესეთი გამოჩენა, რადგან კიმ ჩუე პირდაპირ უკავშირდება მმართველ კიმების ოჯახის ისტორიას. თუმცა ამ დროისთვის მას ჯერ კიდევ არ აქვს ოფიციალური პოზიცია, რომელიც ნათლად ითქვის, რომ ის იქნება შემდეგი ლიდერი. ამიტომ ნამდვილი მნიშვნელოვანი კითხვა არ არის, რამდენად მდიდრულია მისი ბავშვობა, რაც უნდა დავაკვირდეთ არის ის, თუ რატომ აკავშირებს ჩრდილოეთ კორეის მთავრობა ამ ბავშვს ნელ-ნელა სამხედრო სიმბოლოებთან, სახელმწიფოსა და ქვეყნის მმართველი ოჯახის სიმბოლოებთან. ჩრდილოეთ კორეაში ადრე ასე იწყებოდა ლიდერების მომზადება, სანამ ისინი საბოლოოდ დაიკავებდნენ უმაღლეს პოზიციას. და იმის გასაგებად ხდება თუ არა ეს დღესაც კიმ ჩუესთან და დავაკვირდეთ როგორ გადასცემს კიმის ოჯახი ძალაუფლებას ერთი თაობიდან მეორეზე. ახლა კი დავბრუნდეთ მთავარ თემაზე. კიმ ჩუეს საჯარო როლის დიდი ცვლილება დაიწყო 2022 წლის ნოემბერში. იმ დღეს ჩრდილოეთ კორეამ გამოსცადა Hwasong 17 ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა. ანუ ICBM. ასეთი რაკეტა შექმნილია ძალიან დიდი მანძილის გასავლელად, რაც საშუალებას აძლევს მას მიაღწიოს შეერთებული შტატების ძირითად ტერიტორიას. იმავე რაკეტის ტესტზე პირველად წარადგინეს საზოგადოებისთვის კიმ ჩონ ინის შვილი. მას შემდეგ ის აღარ იყო უბრალოდ ბავშვი, რომელიც მამასთან ერთად იყო. 2023 წლის თებერვალში ის ასევე წაიყვანეს ბანკეტზე კორეის სახალხო არმიის 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად. ერთი დღის შემდეგ კიმ ჩონ ინთან ერთად ისიც დაეცდა ესწრო დიდ სამხედრო აღლუმს ფხენიანში, სადაც ჩრდილოეთ კორეის ყველაზე ძლიერი რაკეტები წარადგინეს. მნიშვნელოვანია ესეთი გამოჩენები, რადგან ჩრდილოეთ კორეის მთავრობა აკონტროლებს რას აჩვენებენ სახელმწიფო მედიაში. ამიტომ, როდესაც კიმ ჩუეს რამდენჯერმე აყენებენ მამამისის გვერდით მაღალი რანგის გენერლებთან ერთად, სამოქალაქო და სამხედრო ოფიციალური პირები, ბუნებრივია, ექსპერტები სწავლობენ, არის თუ არა ამ ყველაფრის უკან უფრო დიდი პოლიტიკური გზავნილი. მომდევნო თვეებში მისი საჯარო გამოჩენები კიდევ უფრო გაიზარდა. ის გამოჩნდა რაკეტებთან დაკავშირებულ ღონისძიებებსა და სამხედრო პროგრამებში. 2023 წელს ის ასევე ნახეს კიმ ჩონ უნთან ერთად ღონისძიებებზე, რომლებიც დაკავშირებული იყო ჩრდილოეთ კორეის სამხედრო სადაზვერვო თანამგზავრების პროგრამასთან. იმავე წლის ნოემბერში ფხენიანმა განაცხადა, რომ წარმატებით გაუშვა თავისი პირველი სამხედრო ჯაშუშური თანამგზავრი ორბიტაზე, მას შემდეგ რაც ორი წინამცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. დროის გასვლასთან ერთ კიმ ჩუე აღარ ესწრება მხოლოდ სამხედრო ღონისძიებებს. ის ნელ-ნელა ჩნდება სხვა მნიშვნელოვან სახელმწიფო აქტივობებზეც. ყველაზე დიდი ცვლილება 2025 წლის სექტემბერში მოხდა, როდესაც კიმ ჩონ ინმა ის პეკინში ჩინეთში წაიყვანა. იქ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი დიდი ღონისძიებისთვის ჩავიდა, რომელსაც ესწრებოდნენ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც. ეს იყო კიმ ჩუეს პირველი ცნობილი საერთაშორისო მოგზაურობა. და ამან კიდევ უფრო გააძლიერა კითხვა. ამზადებენ თუ არა მას მომავალში უფრო დიდი როლის შესასრულებლად. ჩინეთში მოგზაურობის შემდეგ სამხრეთ კორეის ეროვნული დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ კიდევ უფრო გაძლიერდა ნიშნები, რომ კიმ ჩუე შეიძლება გახდეს მამის შესაძლო მემკვიდრე. 2026 წლისთვისაც
კი, ის კვლავაც ჩნდება მნიშვნელოვან სახელმწიფო და სამხედრო ღონისძიებებზე, მაგრამ დღემდე არ არსებობს ოფიციალური განცხადება ჩრდილოეთ კორეის მხრიდან, რომ სწორედ ის იქნება შემდეგი ლიდერი. იმის გასაგებად, თუ რატომ არის ეს ესეთი დიდი საკითხი, უნდა დაუბრუნდეთ იმას, თუ როგორ გახდა ლიდერი მისი საკუთარი მამა. კიმ ჩონგ ილი გარდაიცვალა 2011 წლის დეკემბერში. მისი ადგილი დაიკავა მისმა უმცროსმა ვაჟმა, კიმ ჩონგ უნმა. მანამდე ჩრდილოეთ კორეის ჩვეულებრივი მოსახლეობა თითქმის არ იცნობდა კიმ ჩონგ უნს. ხოლოდ 2010 წელს დაიწყო მისი უფრო ნათლად წარდგენა საზოგადოებისთვის და მიენიჭა მაღალი თანამდებობები მუშათა პარტიაში და სამხედრო ძალებში. როდესაც მისი მამა გარდაიცვალა, სახელმწიფო მედიამ სწრაფად გამოაცხადა იგი მთავარ მემკვიდრედ. მაგრამ ყოფილი ლიდერის შვილი ყოფნა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მან მაშინვე მთლიანად აკონტროლებდა ქვეყანას. კიმ ჩონ უნი ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო და მას გარს ეხვია უფრო ასაკოვანი და გამოცდილი გენერლები და პარტიის მაღალჩინოსნები. ამიტომ თავისი მმართველობის პირველ წლებში მან ნელ-ნელა გაამყარა საკუთარი პოზიცია სამხედროებში, მთავრობასა და მუშათა პარტიაში. აი რატო არის მნიშვნელოვანი ის, რაც ახლა კიმ ჩუაის ირგვლივ ხდება? თუ მართლა მამამისმა აირჩია იგი როგორც მომავალი ლიდერი, არ არის საკმარისი რომ საზოგადოება მხოლოდ იცოდეს ვინ არის იგი. საჭიროა რომ ის ასევე წარუდგინონ სამხედროებს, პარტიის ოფიციალურ პირებს და მთელ ქვეყანას, როგორც კიმების ოჯახის გაგზელების ნაწილს. და შეიძლება ეს სწორედ ის პროცესია, რომელსაც ნელ-ნელა ვხედავთ ახლა. ეს ნიშნავს, რომ კიმ ჩონ უნი უკვე ამზადებს მას. კიმმა თავად იცის, რამდენად რთულია ლიდერის მოულოდნელი შეცვლა. ხშირად საუბრობენ კიმ ჩონ უნის ჯანმრთელობაზეც. სამხრეთ კორეის ეროვნული დაზვერვის სამსახურის მიხედვით, მას აქვს რისკ ფაქტორები, როგორიცაა სიმსუქნედუქრე და მოწევა და მის ოჯახში გულსისხლძარღვთა და დაავადებების ისტორია. თუმცა არ არსებობს საკმარისი საჯარო მტკიცებულება, რომ თქვათ, მას სერიოზული დაავადება აქვს ან მალე ძალაუფლებას დაკარგავს. ამიტომ შეუძლებელია ითქვას, რომ მხოლოდ ჯანმრთელობაა მიზეზი, რის გამოც თავის შვილს აჩვენებს. კიდევ ერთი შესაძლო მიზეზიც არსებობს. კიმ ჩუაის ჩვენება ასევე ეხმარება კიმ ჩონ უნს, რომ წარმოაჩინოს თავი როგორც მამა და არა მხოლოდ როგორც სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი. მაგრამ დროის გასვლასთან ერთად მისი გამოჩენების ახსნა მხოლოდ ოჯახის იმიჯით უფრო და უფრო რთული ხდება. ის მხოლოდ კონცერტებსა და დღესასწაულებზე არ დაჰყავთ. ხშირად მას სამხედრო ღონისძიებებზე, სარაკეტო პროგრამებზე დაჰყავთ, შეხვედრებსა და მნიშვნელოვან სახელმწიფო ცერემონიებზე. თუმცა დიდი კითხვა რჩება, შეიძლება თუ არა რომ ჩრდილოეთ კორეის უმაღლესი ლიდერი ხალი იყოს. ყველა უმაღლესი ლიდერი მამაკაცი იყო. კიმ ილ სუნგი, მისი შვილი კიმ ჩონ ილი და შემდეგ კიმ ჩონ უნი. ქვეყნის პოლიტიკურ სისტემასა და საზოგადოებაში ძლიერია ტრადიციული შეხედულება, რომ მამაკაცი უნდა იყოს მთავარი ლიდერი. მაგრამ არსებობს ერთი მნიშვნელოვანი მაგალითი, რომელიც აჩვენებს, რომ მმართველ ოჯახში ქალსაც შეიძლება კონდეს დიდი ძალაუფლება. ეს არის კიმ იო ჯონგი, კიმ ჩონ უნის უმცროსი. ის ჩრდილოეთ კორეის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოფიციალური პირი. და ის ხშირად საუბრობს ქვეყნის ურთიერთობებზე სამხრეთ კორეასა და შეერთებულ შტატებთან. მისი პოზიცია აჩვენებს, რომ ქალს ავტომატურად არ ეზღუდება გზა სისტემის უმაღლეს ნაწილში. აქ მაინც უფრო მნიშვნელოვანია ერთი რამ, ოჯახი. ჩრდილოეთ კორეის უბრალო კანონში არ წერია, რომ მომდევნო ლიდერი აუცილებლად მოქმედი ლიდერის შვილი უნდა იყოს. მაგრამ ქვეყნის ისტორიაში ხელისუფლება გადაეცა კიმ ილ სუნგიდან მის შვილ კიმ ჩონგ ილზე. შემდეგ კი კიმ ჩონგ უნზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი კავშირი ეგრეთ წოდებული პაექტოს სისხლის ხაზთან. ეს არის პოლიტიკური იდეა, რომელსაც ჩრდილოეთ კორეის მთავრობა იყენებს, რათა ხაზგასმით აჩვენოს მმართველი კიმების ოჯახის განსაკუთრებული სტატუსი. აქ დიდ უპირატესობას იღებს კიმ ჩუაი, რადგან ის თავად კიმ ჩონგ უნის შვილია. თუ ის იქნება არჩეული, ოჯახის პირდაპირი ხაზი შეიძლება გაგრძელდეს მეოთხე თაობაში. ეს შესაძლებლობა ბოლო წლებში კიდევ უფრო გაიზარდა. 2024 წლის დასაწყისში სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახურმა განაცხადეს, რომ კიმ ჩუაის მიიჩნევენ სავარაუდო მემკვიდრედ. 2025 წელს მისი საჯარო იმიჯი კიდევ უფრო გაიზარდა, როდესაც მამა მის ჩინეთში წაიყვანა. და როცა 2026 წელი დადგა, იმავე სადაზვერვო სამსახურმა განაცხადა, რომ უკვე გონივრულია კიმ ჩუაი განიხილონ, როგორც მისი მამის პოტენციური მემკვიდრე. მაგრამ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ჯერ არ ყოფილა ოფიციალური განცხადება, რომ კიმ ჩუაი ნამდვილად მემკვიდრეა. ასევე პიონგიანგს არ დაუდასტურებია მისი შესახებ ბევრი პირადი დეტალი. მათ შორის ის სახელიც, რომელსაც საერთაშორისო მედია იყენებს. ამიტომაც შესაძლებელია კიმების ოჯახის გეგმა შეიცვალოს. თუმცა რთულია უგულებელყოთ ეს ტენდენცია. ამიტომ ჯერ ვერ ვიტყვით დარწმუნებით, რომ კიმ ჩუ აიქნება ჩრდილოეთ კორეის მომავალი ლიდერი.
მაგრამ ერთი რამ ნათელია, ის აღარ არის უბრალოდ კიმ ჩონ უნის შვილი, რომელიც ზოგჯერ საჯაროდ ჩნდება. ნელ-ნელა მას თავად ინსტიტუტებში აცნობენ, ეს სწორედ ის ინსტიტუტებია, რომლებიც კიმების ოჯახის ძალაუფლებას ინარჩუნებს, სამხედროები, მმართველი პარტია და სახელმწიფო მედია. და თუ საბოლოოდ მას აირჩევენ, მემკვიდრედ, ის იქნება პირველი ქალი, რომელიც ჩრდილოეთ კორეას უხელმძღვანელებს და კიმების ოჯახის მეოთხე თაობა, რომელიც ქვეყნის უმაღლეს ძალაუფლებას ჩაიბარებს. მაგრამ მოიცადეთ, თუ გვინდა გავიგოთ ნამდვილად შეძლებს თუ არა კიმ ჯუაი ერთ დღეს ქვეყნის მართვას, არ არის საკმარისი მხოლოდ იმის ყურება, ვინ არის მისი მამა. უფრო მნიშვნელოვანი კითხვა ასეთია: როგორ აყალიბებენ მემკვიდრეს ნამდვილ ლიდერად? ჩრდილოეთ კორეაში ჩვენ პასუხს ხედავთ იმაში, რაც კიმ ჩონ ილს დაემართა ჯუაის ბაბუას. მისი მამა კიმ ილ სუნი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როცა კიმ ჩონ ილის მომზადება დაიწყეს. ის უბრალოდ ერთ დღეს არც არ უდგენიათ და არ უთქვამთ, რომ ის იქლებოდა შემდეგი. ეს პროცესი წლების განმავლობაში გაგრძელდა. კიმ ჩონ ილს მნიშვნელოვანი თანამდებობა მისცეს მუშათა პარტიაში, პოლიტიკურ პარტიაში, რომელიც ჩრდილოეთ კორეას აკონტროლებს. როცა მისი პოზიცია მაღლებოდა, ის სწავლობდა, როგორ მუშაობს პროპაგანდა, ხელისუფლების წარმომადგენლების დანიშვნები და მთავრობის სხვა ნაწილები. უფრო მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ მან საკუთარი ჯგუფი შექმნა იმ ადამიანებისგან, რომლებიც ენდობოდნენ და ემორჩილებოდნენ მას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. წარმოიდგინეთ, რომ ლიდერის შვილი ხართ, მაგრამ როცა თქვენი მამა გარდაიცვლება, გენერალი არ ხავთ, პარტიის ოფიციალური პირი ან უსაფრთხოების უფროსი, რომელიც ნამდვილად ერთგულია თქვენ მიმართ. თქვენი პოზიცია მაინც სუსტია. ამიტომ მემკვიდრის მომზადება მხოლოდ ოჯახის სახელზე არ არის დამოკიდებული. მემკვიდრეს საკუთარი ავტორიტეტიც უნდა ჰქონდეს. ეს ნიშნავს, რომ უნდა დადგეს დრო, როცა მას აღარ იცნობენ მხოლოდ როგორც ლიდერის შვილს, მას უნდა იცნობდნენ როგორც ადამიანს, რომელსაც აქვს საკუთარი საქმე, საკუთარი პასუხისგებლობა და საკუთარი ძალაუფლება. ამიტომ მომდევნო წლებში არის რამდენიმე რამ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯუისთან დაკავშირებით. პირველ რიგში მისცემენ თუ არა მას რეალურ პოზიციას მუშათა პარტიაში. მეორეც, ეყოლება თუ არა მას საკუთარი პერსონალი და ოფიციალური პირები, რომლებიც პირდაპირ მისთვის იმუშავებენ. მესამეც, დაუშვებენ თუ არა მას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას. და მეოთხე, დახვებიან თუ არა მას მაღალი თანამდებობის პირები. თუნდაც მამამისი გვერდით არ ყავდეს. როცა ეს ყველაფერი მოხდება, ეს უკვე სხვა დონეა. იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ მომავალი ლიდერის წარდგენა აღარ ხდება. ნელ-ნელა უკვე თავის ძალაუფლების ბაზას ქმნის. მაგრამ კიდევ ერთი პრობლემა არსებობს, რომელიც კიმების ოჯახის პირველ სამ ლიდერს არ ქონია. თუ ჯუი გახდება შემდეგი, ის იქნება პირველი ქალი, რომელსაც მოუწევს უხელმძღვანელოს მმართველობის სისტემას, რომელიც დიდი ხანია კაცების მიერ იმართება. აღარ თირდება გამეორება თუ რამდენად დომინირებენ კაცები ჩრდილოეთ კორეაში. ეხლა უფრო მნიშვნელოვანი კითხვა ისაა, როგორ მოიპოვებს ის ნამდვილ ავტორიტეტს იმ ადამიანების თვალში, რომლებიც მასზე უფროსები, უფრო გამოცდილი და უკვე აწლეულებია სისტემაში მუშაობენ. მაგალითად, წარმოიდგინეთ, უფროსი გენერალი, რომელიც 50 ან 60 წელია ცხოვრობს და თითქმის მთელი თავისი კარიერა სამხედრო სფეროში აქვს დატარებული. დრო რომ მოვა, შეიძლება მას მოუწიოს დაემორჩილოს ქალს, რომელიც მასზე რამდენიმე ათწლეულით უმცროსია. საკმარისი არ არის მხოლოდ მთავრობის განცხადება, რომ ის არის ახალი ლიდერი. ამ ადამიანებმა უნდა დაინახონ, რომ ჯუეს მხარდაჭერა საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ საკუთარი პოზიციაც შეინარჩუნონ. ასე მუშაობს პოლიტიკური ერთგულება ასეთ სისტემაში. თუ გენერლის, მინისტრის ან პარტიის ოფიციალური პირის დაწინაურება ახალი ლიდერისგან მოდის, მას აქვს მიზეზი იყოს ერთგული ახალი ლიდერის. ამიტომ, როცა მემკვიდრეობა ახლოვდება, მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ, ვინ დაწინაურდა და ვინ გაქრა მაღალი თანამდებობებიდან. თუ ერთ დღეს დავინახავთ, რომ ბევრი ოფიციალური პირი, რომელსაც კავშირია თუ ჯუესთან დაკავშირებული ადამიანები ერთდროულად დაწინაურდებიან, ეს შეიძლება იყოს სიგნალი, რომ ის უკვე ქმნის საკუთარ გუნდს. და აქ სამხედრო ძალა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. არა იმიტომ, რომ მხოლოდ სამხედროები მართავენ ჩრდილოეთ კორეას, მუშაკთა პარტიასა და უსაფრთხოების სააგენტოებსაც დიდი ძალა აქვთ, მაგრამ არის ერთი რამ, რასაც მხოლოდ სამხედროები პირდაპირ აკონტროლებენ. ქვეყნის უზარმაზარ შეიარაღებულ ძალებს. როდესაც სიტუაცია ნორმალურია, ნათელია, ვინ არის უმაღლესი ლიდერი. მაგრამ რა მოხდება თუ კიმ ჩონ უნი მოულოდნელად გაქრება? აქ ყველაფერი რთულდება. სხვა ქვეყნებში პროცესი ნათელია. მაგალითად, არსებობს ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ავტომატურად ჩაანაცვლებს პრეზიდენტს. ჩრდილოეთ კორეაში ასე მარტივად არ არის. არ არსებობს ნათელი საჯარო წესი, რომელიც ამბობს, რომ როდესაც უმაღლესი ლიდერი გარდაიცვლება, ავტომატურად ეს ადამიანი იქნება ის, ვინც ყველა ძალაუფლებას ჩაიბარებს. ამიტომ თუ ეს მოხდება მაშინ, როცა ჩუაი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და გამოცდილება არ ყოფნის, შეიძლება დროებითი შეთანხმება დაიდოს, შესაძლოა უფროსი ოფიციალური პირების ჯგუფი დროებით მართავდეს ყოველდღიურ ხელისუფლებას, სანამ არჩეული მემკვიდრის პოზიციას დაიცავენ. შესაძლოა აქ შედიოდეს მუშათა პარტიის, სამხედრო და უსაფრთხოების ორგანიზაციების მაღალი თანამდებობის პირები. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი გახდებიან ახალი მუდმივი ლიდერები. ეს დაახლოებით ასეა. არსებობს ახალგაზრდა მემკვიდრე, უზარმაზარი ორგანიზაციის,
მაგრამ ის ჯერ მზად არ არის ყველა გადაწყვეტილების მისაღებად. ამიტომ დროებით უფრო ასაკოვანი ადამიანები ასრულებენ ბევრ საქმეს, სანამ ნელ-ნელა ამზადებენ მას. მაგრამ ასეთ სისტემაში დიდი პრობლემა არსებობს. რა მოხდება თუ დროებითი მმართველები ძალიან ძლიერები გახდებიან? როცა ერთ ოფიციალს კონტროლი აქვს სამხედრო ძალაზე, სხვა ერთს უსაფრთხოების სამსახურები ექვემდებარება, ხოლო კიდევ ერთს მუშათა პარტია. მათგან თითოეული შეიძლება ძალიან ძლიერი გახდეს, საკუთარი მხარდამჭერთა ჯგუფი შექმნას და სწორედ აქედან შეიძლება დაიწყოს ნამდვილი ბრძოლა ძალაუფლებისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ ფხენიანში მაშინვე ომი დაიწყება. დახუღილ პოლიტიკურ სისტემაში ბრძოლა შეიძლება ჩუმად მიმდინარეობდეს. ეს შეიძლება გამოჩნდეს მაშინ, როცა გენერალს მოულოდნელად თანამდებობიდან გაათავისუფლებენ. ახალი ოფიციალური პირის დაწინაურებაში, უსაფრთხოების ხელმძღვანელის შეცვლაში, ან იმ ადამიანის საჯარო თვალთახედვიდან გაუჩინარებაში, რომელიც ადრე ძალიან ძლიერი იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა იქნება, ვის ექნება კონტროლი ახალ ლიდერზე. თუ ჯუაი ჯერ კიდევ ახალდაზრდა, ვინ აწვის მას ინფორმაციას, ვინ ეუბნება, ვის შეიძლება ენდოს, ვინ ამზადებს დოკუმენტებს, რომლებზეც ის ხელს აწერს და ვინ წყვეტს, რომელ ოფიციალურ პირებს შეხვდება. ეს შეიძლება პატარა საკითხებად ჩანდეს, მაგრამ ეს ძალიან დიდი ძალაუფლებაა. თუ შენ აკონტროლებ ინფორმაციას, რომელიც ლიდერთან მიდის, შეგიძლია გავლენა მოახდინო მის გადაწყვეტილებებს. ამიტომ კიმების ოჯახისათვის საუკეთესო სიტუაცია მარტივია. კიმ ჩონ უნი საკმარისად დიდხანს დარჩეს ხელისუფლებაში, რომ მომავალი მემკვიდრე ასწავლოს და მას საკუთარი ავტორიტეტი ჩამოუყალიბოს. რაც უფრო გრძელია მომზადების პერიოდი, მით უფრო მეტი დრო ექნება მემკვიდრეს საკუთარი ქსელის შესაქმნელად. რაც უფრო მოკლეა მომზადების პერიოდი, მით უფრო დიდი შანსია, რომ მას სხვა ადამიანებზე მოუწევს დაბრუნება. და კიდევ უფრო სერიოზული პრობლემაც არსებობს. ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღი აქვს. თუ ლიდერი მოულოდნელად გაქრება, აუცილებელია, რომ ყველაზე მნიშვნელოვან სამხედრო გადაწყვეტილებებზე ვინ ფლობს ავტორიტეტს, ეს ნათელი იყოს. არ შეიძლება იყოს გაურკვევლობა, თუ ვინ აძლევს ბრძანებებს შეიარაღებულ ძალებს. ამიტომ ლიდერობის გადაცემის პროცესში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მემკვიდრის სახელი, ასევე აუცილებელია, რომ ბრძანების ჯაჭვი უცვლელი დარჩეს. ბრძანების ჯაჭვი არის მარტივი თანმიმდევრობა, თუ ვინ აძლევს ბრძანებებს და ვინ ასრულებს მათ. მაგალითად, უმაღლესი ლიდერი აძლევს მითითებებს უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელობას. იქიდან ბრძანებები გადადის ქვედა დონის სხვადასხვა მეთაურებს. როდესაც ბრძანების ჯაჭვი ნათელია, ყველა მიცის ვის უნდა დაემორჩილოს. თუ ეს არეულობაა, ეს სახიფათოა. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზია, თუ რატო არის მნიშვნელოვანი უფროსი სამხედრო პირების მხარდაჭერა ახალი ლიდერისთვის. არ არის საკმარისი მხოლოდ მთავრობის ოფისის კონტროლი ფხენიანში. მემკვიდრემ ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ ქვეყნის მასშტაბით შეიარაღებული ძალები კვლავ ერთ ლიდერობას ემორჩილებიან. თუ ტრანზიცია წარმატებით განხორციელდა და ჯუე გახდა საბოლოო ლიდერი ძვლასულ ასაკში, მას სხვა კითხვები შეხვდება. როგორი ჩრდილოეთი კორეა იქნება მისი მმართველობის ქვეშ? ჩვენ ახლა არ შეგვიძლია ვიცოდეთ, როგორი იქნება მისი პირადი შეხედულებები, როცა გაიზრდება, რადგან ის ჯერ კიდევ ბავშვია და საკმარისი ინფორმაცია არ გვაქვს მისი პოლიტიკური იდეების შესახებ. მაგრამ ჩვენ ვიცით, როგორი ქვეყნის მემკვიდრეობაც შეიძლება მიიღოს მან. პირველ რიგში, მას შეიძლება დარჩეს ჩრდილოეთი კორეა, რომელსაც უფრო ძლიერი ბირთვული და სარაკეტო პროგრამები ექნება, ვიდრე მისი წინაპრების დროს. ქვეყნის ამჟამინდელი კურსის მიხედვით, ხელმძღვანელობა ბირთვული იარაღს ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევს. 2026 წელს ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს ბირთვული სახელმწიფო სტატუსზე უარის თქვას. ამიტომ თუ ჯუეი გახდება ლიდერი, ძალიან რთულია წარმოიდგინო, რომ ის უბრალოდ გააუქმებს მთელ ბირთვულ პროგრამას. ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობისთვის ეს მხოლოდ სამხედრო იარაღი არ არის, ეს ასევე არის გზა, რომ შეაჩერონ უფრო ძლიერი ქვეყნები, რომლებიც ცდილობენ მათი მთავრობის დამხობას. და ეს ასევე აძლევს ფხენიანს უფრო დიდ ძალას, როდესაც სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამიტომ შესაძლოა მომავალი ლიდერის ერთ-ერთი პირველი პასუხისგებლობა იყოს ბირთვული ძალის კონტროლის შენარჩუნება, რომელსაც ის მემკვიდრეობით მიიღებს. მეორეც, მას შეიძლება მემკვიდრეობით ერგოს ჩრდილოეთ კორეა, რომელიც უფრო დაახლოებულია რუსეთთან. ბოლო წლებში ფხენიანსა და მოსკოვს შორის სამხედრო ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდა. ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს ჯარისკაცები და იარაღი გაუგზავნა, რაც დაეხმარა მას უკრაინასთან ომში. ამასთანავე ორი ქვეყნის უსაფრთხოების თანამშრომლობაც გაფართოვდა. თუ ეს ურთიერთობა მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდება, რუსეთი შეიძლება გახდეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომელიც მომავალ ჩრდილოეთ კორეელ ლიდერს მემკვიდრეობით ერგება. ამასთანავე ჩინეთი კვლავაც ძალიან მნიშვნელოვანი დარჩება. ჩინეთი დიდი ხანია ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკაა
მე კი იმიც მნიშვნელოვანია, რადგან ის ერთ-ერთია იმ რამდენიმე დიდ ქვეყანას შორის, რომელსაც ფხენიანთან ღრმა და ხანგრძლივი ურთიერთობა აქვს. ამიტომ ჩრდილოეთ კორეის მომავალ ლიდერს მოუწევს ბალანსის დაცვა. მას ჩინეთი სჭირდება. შეიძლება რუსეთიც დასჭირდეს, მაგრამ ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობასაც არ უნდა რომ მხოლოდ ერთ ქვეყანაზე იყოს დამოკიდებული. ეს არის საგარეო პოლიტიკის რთული ნაწილი, რომელიც შეიძლება ჯუე მემკვიდრეობით მიიღოს. მესამეა ეკონომიკა. ეს ალბათ ერთ-ერთი მთავარი საკითხია ფხენიანისთვის. ყველაზე რთული პრობლემაა, რომელსაც შემდეგი თაობა შეეჯახება. საკმარისი არ არის მხოლოდ რაკეტები და დიდი არმია. თუ ჩვეულებრივი ეკონომიკა სირთულეებს განიცდის, ხალხს სჭირდება საკვები, სამუშაო, ელექტროენერგია, საცხოვრია, საცხოვრებელი და სხვადასხვა პროდუქტი. და რაც დრო გადის, უფრო და უფრო რთული ხდება ჩრდილოეთ კორეის სრულად მოწყვეტა ტექნოლოგიებსა და ინფორმაციას გარე სამყაროდან. ჩრდილოეთ კორეის მომავალი თაობა იცხოვრებს უფრო დაკავშირებულ სამყაროში, ვიდრე კიმ ილ სუნგის ან კიმ ჩონ ილის დროს. მობილური ტელეფონები უფრო განვითარებულია. უფრო მარტივია ციფრული ფაილების გადაცემა, უფრო სწრაფად ვრცელდება ვიდეოები, მუსიკა და ინფორმაცია და რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგია, უფრო რთული ხდება იმ მთავრობის საქმე, რომელიც ცდილობს აკონტროლოს, რას ნახავს და რას მოისმენს მოსახლეობა. ამიტომ მომავალ ლიდერს შეიძლება დიდი არჩევანი ჰქონდეს. ცოტათი გახსნის თუ არა ეკონომიკას, რომ მეტი ბიზნესი, ვაჭრობა და ინვესტიცია იყოს, თუ კიდევ უფრო გაამკაცრებს ქვეყანას, რადგან ბიზნესთან ერთად შეიძლება შემოვიდეს უცხოური ინფორმაცია და უცხოური გავლენა, შესაძლებელია ორივე ერთად გაკეთდეს. შეიძლება დაუშვან ზოგი ბიზნესი, რომ ეკონომიკამ შემოსავალი მიიღოს, მაგრამ შეინარჩუნონ კაცრი პოლიტიკური კონტროლი. ეს უკვე სხვადასხვა გზით გააკეთეს სხვა ავტორიტარულმა ქვეყნებმა, ამიტომაც არ არის ავტომატური, რომ თუ ეკონომიკური რეფორმა ჩატარდება, დემოკრატიაც მოვა. შეიძლება უბრალოდ შეიცვალოს, როგორ გამოიმუშავებენ ადამიანები ფულს, მაშინ როცა პოლიტიკური სისტემა იგივე დარჩება. კიდევ ერთი დიდი არჩევანია ურთიერთობა სამხრეთ კორეასა და შეერთებულ შტატებთან. მომავალი ლიდერი შეიძლება აირჩიოს მოლაპარაკება თუ არსებობს ეკონომიკური ან უსაფრთხოების სარგებელი, მაგრამ ასევე შეუძლია გამოიყენოს სამხედრო ზეწოლა, თუ მიიჩნევს, რომ ეს უფრო ეფექტურია. შესაძლოა სიტუაციის მიხედვით ამ ორ სტრატეგიას შორის გადაერთოს. ამიტომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჯუე იქნება უფრო კეთილი ან უფრო მკაცრი, მხოლოდ მისი ასაკის ან სქესის გამო. მისი ქცევა ალბათ იმ ქვეყანაზე იქნება დამოკიდებული, რომელსაც ის გადაიბარებს. თუ მთავრობა სტაბილურია და ეკონომიკა იზრდება, ლიდერისთვის უფრო მარტივია ახალი პოლიტიკის გამოცდა. თუ ეკონომიკა სუსტია და ქვეყანაში ბევრი პრობლემა, შეიძლება მან პრიორიტეტი მიანიჭოს კონტროლსა და უსაფრთხოებას. თუ სხვა ქვეყნებთან ურთიერთობა კარგია, შესაძლოა გაიმართოს მოლაპარაკებები, თუ დაძაბულობა მაღალია, შეიძლება მეტი ყურადღება მიექცეს სამხედრო ძალას. ამიტომ, თუ დადგება დღე, როდესაც ჯუე, რომელიც უმაღლეს პოზიციაზეა, თავარი გამოცდა მისთვის არ იქნება ის, შეძლებს თუ არა გენერლების წინ დადგომას, ან სიტყვით გამოსვლას. ნამდვილი გამოცდა იქნება, შეძლებს თუ არა სისტემის კონტროლს, მაშინ როცა მამამისი აღარ იქნება. მას მოუწევს უზრუნველყოს, რომ მუშათა პარტია მას ემორჩილება. მას მოუწევს სამხედრო სარდნობის ჯაჭვის შენარჩუნება, მოუწევს ეკონომიკის მართვა, მოუწევს დიდი ქვეყნებთან, როგორიცაა ჩინეთი და რუსეთი ურთიერთობა და მოუწევს გადაწყვიტოს, როგორ გაუმკლავდეს სამხრეთ კორეასა და შეერთებულ შტატებს. სწორედ აქ გამოჩნდება საკმარისია თუ არა კიმის ოჯახის სახელი ძალაუფლების შესანარჩუნებლად შემდეგი თაობისთვის. რადგან შეიძლება სახელი მარტივად გადაეცეს, მაგრამ ნამდვილი ძალაუფლება მაინც უნდა მოიპოვოს, შეინარჩუნოს და დაამტკიცოს იმ ადამიანმა, ვინც შემდეგ იქნება მისი მფლობელი,